წარმოგიდგენია შუაგულ ოკეანეში 428 დღე იცხოვრო, საჭმისა და წყლის გარეშე და გადარჩე. ან თვითმფრინავიდან 10,000 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდი და იცოცხლო. უცნაურია, მაგრამ ასეთი არაერთი შემთხვევა არსებობს. ამ ვიდეოში მოგიყვები 5 დაუჯერებელი ისტორიას, რომელიც ნამდვილად მოხდა. 2012 წლის ნოემბერში მექსიკელის ჟუგენებზე მონადირე ხოსე სალვადორ ალვარენგა და მისი 22 წლის თანაშემწე გავიდნენ ზღვაში სათევზაოდ. მოულოდნელად ამოვარდა ძლიერი შტორმი. ნავი დაზიანდა და 2 ადამიანი ოკეანეში დაკარგულად ჩაითვალა. მათ არ ჰქონდათ რუკა, არც კომპასი, მხოლოდ მცირე რაოდენობა წყლისა და საკვების, რომელიც მალევე ამოეწურათ. რამდენიმე კვირაში მისი თანაშემწე გარდაიცვალა. ხოსეს თქმით უარს ამბობდა ნედლი თევზის ჭამაზე და დეჰიდრატაციით დაიღუპა. ხოსე სალვადორ ალვარენგა დარჩა მარტო, ნავში, რომლის ძრავით საზიანებული იყო და წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. ის იკვებებოდა ნედლი თევზით, ზღვის ჩიტებითა და კუზხორცით, სვავდა წვიმის წყალს და ზოგჯერ საკუთარ შარდსაც კი. 428 დღის შემდეგ 2014 წლის იანვარში წყნარი ოკეანის მეორე მხარეს, მარშალის კუნძულებთან ცოცხალი იპოვეს, რომელიც 1000 კილომეტრით არის დაშორებული. ეს არის ხოსეს რეალური ისტორია, რომელმაც 1 წელი და 2 თვე ზღვაში გაატარა და გადარჩა. 2009 წელს ბაჰია ბაკარი დედასთან ერთად იემენში მიფრინავდა. აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა. ბორტზე 153 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა, ბაჰია ბაკარი. დარტყმის დალღამ ახალგაზრდა ბაჰია თვითმფრინავიდან გადმოისროლა. მან არ იცოდა ცურვა, არც სხვა დამხმარე საშუალება ჰქონდა, მაგალითად საცურავი ჟილეტი ან რამე მსგავსი. თვითმფრინავის ნამსხვრევებს ჩაებღა უჭა, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. 9 საათის განმავლობაში ტივტივებდა ღრმა, ბნელ და ქარიან ოკეანეში. მისი თქმით ისმოდა განწირული ადამიანების ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდნენ, მაგრამ არავინ ჩანდა, ვინც დაეხმარებოდა. როცა მაშველებმა იპოვეს, ვერავინ იჯერებდა, როგორ გადარჩა 13 წლის გოგონა ასეთი კატასტროფის შემდეგ. ნიგერიელი მზარეული ჰარისონ ოკენე გემის სააბაზანოში იმყოფებოდა, როდესაც ოკეანის ტალღებმა გემი ამოატრიალა და სიღრმეში ჩაიტანა. მან სწრაფად ევაკუირება ვერ მოახერხა და 3 დღე გაატარა ჩაძირული გემის ერთ ოთახში, სადაც მცირე რაოდენობის ჟანგბადი იყო დარჩენილი. ყველას ეგონა, რომ ეკიპაჟის 12 წევრი დაიღუპა. სამძებრო ჯგუფი მხოლოდ ცხედრების ამოსაყვანად ჩავიდა. როცა ერთ-ერთმა მკვინთავმა მოულოდნელად შეხება იგრძნო და ვიღაცამ ხელი გაქრა, მკვინთავ შეეშინდა. ეგონა მოჩვენება იყო. მაგრამ ეს ჰარისონი იყო, რომელიც 12 ადამიანიდან სასწაულებრივად მხოლოდ ის გადარჩა. What's that? Okay. That's horrible. All right, you found one, yeah? He's alive. He's alive. Okay, keep him there. All right. Just. All right. ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სიმაგრიდან ვარდნას გადაურჩა. ეს გახლავთ ვესნაულოვიჩი. 1972 წლის 26 იანვარს რეისი IA-377 კოპენჰაგენიდან ზაგრებისკენ მიემგზავრებოდა, რომელიც 10,000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბორტზე დამონტაჟებული ბომბი სახელდება. იმ რეისზე ბორტგამცირებლად იმყოფებოდა 22 წლის ვესნაულოვიჩი. აფეთქების შემდეგ თვითმფრინავი ჰაერში გაიხლიჩა და ნაწილებად დაიშალა. ვესნა უკანა ნაწილში იმყოფებოდა, სადაც სავარძელზე იყო მიბმული, ხოლო ეს ნაწილი ტყიან გორაკზე ჩავარდა, სადაც თოვლმა და ხეებმა დარტყმის ძალა ნაწილობრივ შეამსუბუქა. როდესაც სამაშველო ჯგუფი ტყეში მივიდა, მათ სიცხლით მოფენილი თოვლი დახვდათ. ირგვლივ ყველა გარდაცვლილი იყო, გარდა ერთისა, სავარძელში მყოფი ქალი, ვესნაულოვიჩი. ის 27 დღე კომაში იმყოფებოდა. შემდეგ კი 16 თვე საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადიოდა, რადგან მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ბორტზე მყოფი 28 ადამიანიდან მხოლოდ ვესნა გადარჩა. 2003 წელს არონ რალსტონმა იუტას შტატის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შორეული კლდოვანი უდაბნოს გადაკვეთა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ. მოულოდნელად ვიწრო კანიონის გავლისას კლდის უზარმაზარი ქვა მოტყდა და პირდაპირ მის ხელს დაეცა. ისე მჭიდროდ ჩაეჭედა ხელი ქვასა და კლდას შორის, რომ ვერ ამოძრავებდა. პირველ დღეებში ისეოდა დახმარებას, მაგრამ დღეები გადიოდა და არავინ ჩანდა. იღებდა ვიდეოს, ემშვიდობებოდა ახლო ადამიანებს. ბოლოს მიხვდა, რომ რამე უნდა გაეკეთებინა. მისი ერთადერთი იარაღი ჩვეულებრივი ჯიბის დასაკეცი დანა იყო. ჯერ ნელა გადაჭრა კანი, შემდეგ კუნთები და ბოლოს ყველაზე წარმოუდგენელი ნაწილი. კლავი ისე გადაატრიალა, რომ ძვალი გაეტეხა. თავი კლდიდან გაითავისუფლა. მოკვეთილი ხელი შეიკრა სისხლისგან, რომ არ დაცლილიყო და დახმარების საძებნელად წავიდა. უკაცრიელ უდაბნოში 8 მილის გავლის შემდეგ ის ვერტფრენიდან მაშველებმა შენიშნეს, რომლებიც სწორედ მას ეძებდნენ. მისი ეს დაუჯერებელი ისტორია გახდა საფუძველი 2010 წელს გამოსული ცნობილი ფილმის 127 საათი, რომელშიც გადმოცემულია მისი გამბედაობა და სიცოცხლისთვის ბრძოლის სულისკვეთება. მადლობა, რომ დარჩი ვიდეოს ბოლომდე.
თუ თვლი რომ საინტერესო იყო ეს ვიდეო შენთვის, მაშინ გამოიწერე არხი. მოიწონე ვიდეო და დამიტოვე კომენტარებში შენი შთაბეჭდილებები. დროებით.